იყო შეკითხვა, გაიზრდება თუ არა პენსია. ვნახოთ აი ეს ბოლო ფრაგმენტი უმცირესობისა და მთავრობის შეხვედრიდან. კონკრეტულად გვიპასუხეთ. პენსია გაიზრდება თუ არ გაიზრდება? ბატონ ზურაბ, რატომაც გვაშინებთ თქვენი შეკითხვით და მე სრულიად გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას არ ვაპირებთ დღეს. ეს არის რეალობა. 2018 წლიდან, როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ვნახოთ ფრაგმენტი თუ არ ვცდები ოთარ კახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის შეპასუხება ახლა ეთერში. განსხვავება და მე მოგიყვეთ. ყველობა თუ იცით რამდენი იყო მაგ წლებში? ყველობა იცით რამდენი იყო? ბატონო გიორგი 263 მკვლელობა იყო. მე რომ მეკითხები კრიმინალის ზრდაზე მელაპარაკე. მკვლელობას თუ თვითმკვლელობით დაიწყებთ გამოძიებას, მკვლელობა ვერ მოხდება სტატისტიკაში საერთოდ. მაგრამ თავარი კითხვა ეხება რატომ არ გეუბნებით, მე კიდე გეუბნებით. ამ წელს რატომ არ გამოაქვეყნეთ არც ერთი თვე? ესე უაპელაციოდ საუბარი არ გამოდგება რა. ერთი ფაქტი მომიყვანეთ, რომელიც თქვენ, რომლის შესახებ ხართ ინფორმირებული თქვენ და რომელი ფაქტი არ დავარეგისტრირეთ ჩვენ. 1580 დანაშაული გაქვთ დამალული თქვენივე სტატისტიკით. ბატონო გიორგი, თქვენ რა შეიძლება ტექნიკური სტომილება იყოს, მე კიდე გეუბნებით. 1 და 2 1580-ია ბატონო გიორგი. მე კიდე გეუბნებით, მომიყვანეთ. შეიძლება 1580 იყოს სტომილება? მომიყვანეთ ფაქტი, ბევრიც შეიძლება სტომილება იყოს, იმიტომ რომ ელექტრონულად არის ეს ყველაფერი, ხო? შეიძლება რაღაცა გამორჩეს, როგორ უნდა გამორჩეთ? ელექტრონულად ითვლება ეს. დამალული დანაშაულის შესახებ ერთი ფაქტი მაინც მომიყვანეთ მეთქი. რა 1500-ზე მელაპარაკებთ, რაღაც ვირტუალური ციფრები მოგვიყვანეთ. თქვენ კიდევ ვებგვერდზე ბატონო გიორგი. თქვენ ვებგვერდზე დევს. მე კიდევ გიფიქსირებთ, ეს შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, რაც გამოსწორდება, მაგრამ თქვენვე მეუბნებით, რომ დანაშაულებები იმალება. დიახ. კიდევ გეუბნებით, მითხარით რომელიმე ფაქტი, რომელიც თქვენთვის ცნობილია და არ აღირიცხა სტატისტიკაში. როგორც უკვე აღნიშნე ბატონო გიორგი, ჯერ ერთი მოდით ეს გამათი ძალიან შორს აგვიყვანს რა. ერთ ამას გეტყვით. რატომ არ აქვეყნებთ სტატისტიკას ბატონო გიორგი? რატომ არ აქვეყნებთ? SAC-STATS მიეწოდება სტატისტიკა, რომელიც კვარტალში ერთხელ აქვეყნებს სრულიად. აი შეგვიძლია ახლავე გავხსნათ და არ დევს შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკას SAC-STATS-ის ვებგვერდზე. დევს პროკურატურის თქვენი არ დევს ბატონო გიორგი. მიეწოდება ჩვენგან სტატისტიკა. კიდევ ერთხელ გეუბნებით ახლა. რა გინდა დავიფიცო თუ დავიგინო, ვერ გავიგე, არ მესმის. არა, უკაცრავად ეს არა, გელაპარაკებით ქართულად და ახლა რაენაზე დაგელაპარაკებით. SAC-STATS სამ თვეში ერთხელ მიეწოდება ჩვენგან სრული ინფორმაცია. და ხომ უნდა იდოს ვებგვერდზე? SAC-STATS-ის ვებგვერდზე ხომ უნდა იდოს ბატონო გიორგი? ხო, ნუ არ ვიცი მე ჩვენგან გადის ეს ინფორმაცია. თქვენ თუ გაინტერესებს სტატისტიკა მოგმართეთ. და მოგცემთ ეს საჯარო ინფორმაცია. მესმის უბრალოდ თქვენ გაქვთ ვალდებულება რომ გამოაქვეყნოთ ბატონო გიორგი. ეს ვალდებულება ნაკისრი გაქვთ სტატისტიკის მეთოდოლოგია როცა დამტკიცდა უსწრაფათაშორის მემორანდუმით. ჩემი მომზადებულია ბატონო გიორგი ეს ყველაფერი. მე ვმუშაობდი ამაზე. მე არ გელაპარაკებით ვის მესამე პირი ამ თემაზე. ეს არის ჩემი გაკეთებული. ის სტატისტიკის მოდულით, ელექტრონული პროგრამაც. რატომ იმალება, რატომ არ ასრულებთ ვალდებულებას, რატომ მალავთ ამას? თუ დასამალი არ გაქვთ, არაფერი არ იმალება, არაფერი დასამალი არ არის. კიდევ ძალიან კარგი მაშინ გამოაქვეყნეთ რა. SAC-STATS მიეწოდება მე გავიგეთ ბატონო გიორგი რომ მიეწოდება მაგრამ ხომ უნდა გამოაქვეყნოთ ხომ თქვენ თვითონ ხომ იცით რომ ვალდებული ხართ რომ გამოაქვეყნოთ ერთი წუთით რა კიდე გეუბნებით 400 ყაჩაღობა იყო 2012 წელს წელს იცით რამდენია ყაჩაღობა? რამდენი დაარეგისტრირეს მონაცემებით? რამდენი დაარეგისტრირეს? რამდენის მოხდა იმდენი დავარეგისტრირე? რამდენი ბანკი დააყაჩაღეს 2012 წელს და რამდენი დააყაჩაღეს წელს? ყველა აბსოლუტურად ჩვენ 2012 წელს რამდენი ბანკის ყაჩაღობა მოხდა? თქვენ ახართ პირველები იმ ადგილზე. შემთხვევის ადგილზე. ძალიან მე არც არ ვარ შემთხვევის ადგილზე ბატონო გიორგი. 2012 წელს რამდენი ბანკის ყაჩაღობა მოხდა? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ყაჩაღობას მთლიანად აღვრიცხავ სტატისტიკაში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, სათითაოდ კეისებს მე ეხლა ვერ ბანკების ყაჩაღობა რომ გაზრდილი, ამას არ აღიარებთ? ზოგადად ყაჩაღობა არ არის გაზრდილი. კიდევ გეუბნებით, შემცირებულია 100. თუ არ დაარეგისტრირებთ, შემცირდება აუცილებლად.
ну ეხა კიდე გეუნებით წეღანაც გითხარით რა ერთ ანეკდოტს მახსენებ ნასოსზე რა უკაცრავად ბატონო გიორგი მე მინდა გითხრათ რომ მე ჩასაფრებული პოზიციიდან არ ვლაპარაკობ მე ვსაუბრობ გულშემატკივრის პოზიციიდან გულშემატკივრის პოზიციიდან არ საუბრობ ზუსტად ჩასაფრებული პოზიციიდან საუბრობ ზუსტად მაგას ველაპარაკებ მდგომარეობაზე კრიმინალური მდგომარეობა ყველას გვეხება აქ ვინც კრიმინალური ვითარება საქართველოში არავით არის დაძაბული არა და კრიმინალი მომატებული არ არის მე კიდევ ერთხელ გეუბნებით ამის საზომი შეიძლება იყოს კიდევ ერთი რამ რაც 100%-ით არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა საქართველოში თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა იმ ვითარებაში რასაც ეხლა თქვენ მიხატავთ მეორედ მოსვლას რო ხატავთ საქართველოში აქ ვინმე ტურისტად ჩამოვა მეორე მოსვლას არ ხატავ კონკრეტული ციფრები მოვიტანე მეორე მოსვლას ხატავთ იმიტომ რომ საზოგადოებას ჩეკავთ სულ ლაპარაკობთ გაზრდილ კრიმინალზე რაზეც აბსოლუტურად არანაირი არგუმენტი არ გაგაჩნიათ და NDI-ის კვლევაში ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობაც ამას ფიქრობს რასაც მე ვამბობ ეს არ არის გასაგებია მე მგონი გასაგებია ორივე მხარის პოზიცია უღა გავაგრძელებთ თავკაბაც და გავაგრძელოთ შეკითხვები თუ არის დაზუსტებები თუ არა და გავაგრძელოთ შეკითხვები უსმენდით შელაპარაკებას ოთარ კახიძესა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს შორის საქმე ეხებოდა სტატისტიკას კრიმინალის სტატისტიკას ღებრიშვილი მინისტრი ამბობს რომ კრიმინალი არ არის მომატებული და ის შედარებას აკეთებდა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და ასევე იყო საუბარი ოთარ კახიძის მხრიდან რომ საქსტატზე არ დევს ბოლო სტატისტიკა რაზეც მინისტრმა უპასუხა დავიფიცო თუ დავიგინო ჩვენი პირველი სტუმარია ნუკრი ქანთარია ოცნების წარმომადგენელი ბატონ ნუკრი რა ჯობია მინისტრმა ასეთი შეხვედრის დროს მინისტრობის კანდიდატმა დაიფიცოს თუ დაიგინოს